Ყველას მოგესალმებით ჩამოწერბაზებო, მე ვარ ნინი. არ ვიცი გეცნობათ თუ არა ეს ლოკაცია, მაგრამ რატომღაც ძალიან მომენატრა აქედან გადაღებული ვიდეოები, ამიტომ გადავწყვიტე რომ თქვენ დღეს აქ ვჭამოთ. ესე იგი აქ რა გვაქვს? აქ გვაქვს მთელი მინდორველი გაშლილი, რასაც ქვია. მაქვს პატარა ხინკლები, რომელიც უნდა დავაგემოვნო, ნახეთ რა პატარებია. ასევე სარდელი, ეს არის მაკარონი, გუშინ ანდრიამ გააკეთა, რომელიღაც ანიმეში იყო და იმის მიხედვით უნდა გავაკეთო. ესე იგი, ერთი ფენაა კარტოფილი, ერთი ფენაა მაკარონი, მერე არის ხახვი, მერე არის ყველი, მერე არის მიკროტალღური, მერე ისევ მაკარონი, ისევ ხახვი და ის ყველი. ყველნაირი ზეთის გარეშე. მე ხახვი ძალიან არ მიყვარს და ძალიან ისე სკეპტიკურად შევხედე მაგ საკითხს, მაგრამ ისეთი გემრიელი აღმოჩნდა, რომ რა ვიცი, ძალიან. ამიტომ დღეს ჩემთვის მოვიმზადე. აქ არის სიკაშემწვარი კარტოფილი, რომლისთვისაც მე მაქვს ეს соуსი, ეს არის სლობოდას კეჩუპი, ყველაზე მეტად მე რომელიც მომწონს, სლობოდას ყველა კეჩუპი არ მომწონს, მომწონს აი კონკრეტულად ეს. გაჩვენებთ ახლა. ბევრჯერ ვთქვი და ბევრმა იცით, მაგრამ კიდევ გაჩვენებთ აი ეს. ეს არის მწვანილით, ხედავთ? ახატი კიდევაც არის მწვანილით. და ასევე აქვს კვერცხი, რატომაც ძალიან მომიდა მოხარშული კვერცხი. და ყველის соуსი, ჰეინცის როგორც ხედავთ. აი ესე. ძალიან უხდება სხვადასხვა კვერცხს, ყველის соуსი. ასევე მაქვს Leader Food-ის სარდელი, მდოგვი და რა თქმა უნდა, ხელსახოცის მოტანა დამავიწყდა. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის. ერთი წუთი მოვიტან. ასევე მე აქ მაქვს ჩაი, მიმავული და ასევე მაქვს ჩემი გამომცხარი პასკა, ნახეთ. ასე გამოიყურება. ერთი მინუსი ის აქვს, რომ დაიწვა. გემოთი ძალიან გემრიელია. უბრალოდ დამეწვა. ევიტასთან წავედი და დამეწვა. ასე სირცხვირი დამემართა, მოდით დავიწყოთ კარტოფილით. იკაწვავ ძალიან გემრიელ კარტოფილს. არის ხოლმე რაღაცნაირად დრო შეხედავ ჩახარშულივით. მაგრამ არის ძალიან გემრიელი. მაკარონი, ყველი, ხახვი. თან წარმოიდგინეთ როგორ სკეპტიკურად ვუყურებდი, იმიტომ რომ მე საერთოდ არ მიყვარს ხახვი. ხედავთ ხო როგორ ასის ბოლი. ფანტასტიკური არომატს აძლევს, აი პროსტა, რავი, ფანტასტიურს მართლა, სცადეთ. ვისაც გიყვართ ექსპერიმენტები და მაკარონი. ეს არის პრასი. მე ვამბობ, რომ პრასი და ნიორი არის ერთი და იგივე. უბრალოდ პრასი არის სანამ პატარა და რომ გაიზრდება, მერე არის ნიორი. ანუ როგორც ერთი და იგივეა ხახვი და მწვანე ხახვი. ლია ამბობს სხვადასხვაო. ბაზარშიც ვიკითხეო და მითხესო სხვადასხვაო. მე კიდე ესე ვიცი რა. მერტი და იგივეა. თქვენ დაწერთ კომენტარებში როგორ იცით. წაღან წამოასხა ისეთი წვიმა და უკვე გადაიღო. ეს სუპერ გემრიელობა. რა პატარა ხინკალუკაა პროსტო.
ეს ერთი უკმა. ცუდი არა? ოხრაგემრიელია. დილიდან მშიერი ვარ და გაგისინჯავთ თუ არა ასეთი კვერცხი. საათის ფოთოლი. სოფლის კვერცხი. მაღაზიაში გაძვირდა კვერცხი. და თითქმის გაუტოლდა ბაზარში რაც ღირს სოფლის კვერცხი ფას. მაგის მერე დეიდა ჩემი სულ დადის ბაზარში და იქნებ მოაქვს სოფლის კვერცხი. ამბობს რომ დანაშაულია ფერმის კვერცხი იყიდო სოფლის კვერცხის ფასად. სარტელი. ძალიან მიყვარს ეს სარტელი, ეს არის ლიდერ ფუდის სარტელი. ცოტა ძვირია, მაგრამ მართლა ძალიან გემრიელია. ეს მაინტერესებს როგორია. ნიორია. აშკარად. ნიორი არ უხდება დიდად ამბავს. არ ვიცი თქვენ როგორ ხართ, მაგრამ მე მიყვარს ესა ბევრი რაღაცა მიდევს. და ყველაფერს ჭამ. ალბათ ხავს ეს. ყველაფერს არა იმ თვალსაზრისით ბოდიში რომ ბოლომდე ამე დრო ვატან მრავალ სახეობას ერთმანეთს. კომენტარებში დამეწერეთ რამდენი ხნის გამომწერი ხართ. ანუ სამზარეულოდან ვიდეოები გინახავთ თუ არა. ანუ მიყურებდით თუ არა მაშინ როცა სამზარეულოდან ვდებდი ვიდეოებს. კაი ხანია. აქედან არ დამედია ვიდეო. დამეზარა დიდი მიკროფონის მოტანა და პატარა მაქვს. ნახოთ ხმა როგორ იქნება. ახლოს მიდევს, მიმედია კაია. კაი იქნება. მე სარტელი გაცილებით მეტად მიყვარს ვიდრე სოსისი. თქვენ? დღეს მე და ანდრია მივდივართ ლიდერ ფუდში. თაგვერს გოგოებმა მოზარდები იქნებოდნენ, იყვნენ უბრალოდ. ხო და აშკარად მიცნეს. ჩამიარეს. თან მესმის ოვაციების ხმა. და მე გონი ჩამიარეს, ხო?
ზუსტად არ მახსოვს შემხვედრად მოდიოდნენ თუ როგორ მოდიოდნენ აღარ მახსოვს, მაგრამ მოკლედ მე როგორც მახსოვს ჩვენ შემხვედრად მოდიოდნენ ჩაი არის და მე შემოწირდნენ და გამოყვნენ. მესმოდა რომ ჭობდნენ მე არ შემოვწრიალდი, იმიტომ რომ არ ვიცოდი მოსვლამდე თუ არა. მაგრამ საკმაოდ დიდ მანძილზე მოყვებოდნენ უკან. ხო და მე უკვე რომ მივედით ლიდერ ფუდთან და ერთი ალბათ 5 მეტრი რჩებოდა. უნდა შევიდოით. გავჩერდი. შემოვწირალდი და ვითხარი, მოხვალთ თუ არა მეთქი. ხო და მოვიდნენ, მე რა საყვარელები იყვნენ. გოგოება თუ მიყურებთ მოგესალმებით. ხო და ყველაზე გამბედავმო მითხრა შეიძლება თქვენთან ფოტო გადავიღეთ და მეორემ კიდე გადავიღო კიდევ ფოტო ჩვენ რო ვიღებდით ერთად. ძალიან საყვარლები იყვნენ. მიყვარს როცა ადამიანები მბედავენ და ამბობენ, მოდიან. არ მიყვარს თავხედი და უტიფარი ადამიანები, მაგრამ როცა ხედავ რომ ადამიანს მართლა გულით უნდა და თანერიდება, ძალიან საყვარელია მაგ დროს და მიყვარს ეგეთი ადამიანები. მე რომ შეხედავ და პირდაპირ დადგება საკითხთან და მე რომ თვითონ გაბედა და მითხრა, ხო შეიძლება ითქვა რომ არაფერი. უკვე შანსი აღარ არის სადმე წავიდე და არ მიცნონ. 1-2 ადამიანმა მაინც არ გადაიღოს ფოტო. სადაც არ უნდა წავიდე. არ ვიცი ეს 30-8 და მაგის მერეა თუ TikTok-ის დამსახურება თუ ორივეს ერთად. მაგრამ ფაქტია. თავიდან უფრო მერიდებოდა, მე უცხოებოდა. ახლა ვეჩვევი. ნელ-ნელა. მაიასა. ჩავხტე ფილმი ნიჭიერი მისტერ რიპლი. ნახე გაგვთ. ნახევრამდე ვიყურა. აი ეს ბიჭი რომ მოკლა. იქამდე. და რაღაცნაირად შემზარა. ისე ხო არსებობს გამოთქმა რომ ჩუმ წყალში ეშმაკები ბუდობენ. თითქოს და ძალიან წყნარი, ძალიან ჩუმი ადამიანი იყო, ვერასდროს ვერ წარმოიდგინე რომ ეგეთ რაღაცას ჩაიგდენს. მაგრამ გადასარევად მშვენივრად ჩაიდინა. აღარც ვიცი გავაგრძელო თუ არა. თან მაინტერესებს რა მოხდება, გამოიჭერენ თუ არა. ვინც არ იცის, მოკლედ გეტყვით. არის ახალგაზრდა ბიჭი. ძალიან ღარიბი. მუშაობს რამდენიმე სამუშაოზე.
და ერთი ძალიან მდიდარი კაცი დაიქირავებს იმისთვის რომ მისი შვილი რომელიც ამ ბიჭის ხელაა დაიყოლიოს და სახში ჩამოვიდეს ანუ ეს ბიჭი არის მფლანგველი და ფულს ხარჯავს ძალიან ბევრს იტალიაში წასული თავის შეყვარებულთან ერთად და მე თავზე იმხობს ცხოვრებას რასაც ქვია ერთი ნიჭი აქვს და ეს ჩემი ფულის ხარჯვაა მამამისი ამბობს და ეს ბიჭი გააგზავნა რომ ანუ შენ ჭკვიანი ხარო და დაიყოლია რომ ჩამოვიდესო და ეს ბიჭი არის ძალიან ჭკვიანი ძალიან კარგად გამოსდის სხვისი ხელნაწერის გაყალბება ხმების მიმსგავსება და ასე შემდეგ მოკლედ ამას შემოაკვდა ის და ეხა გადაწყვიტა რომ თავი გაასაღოს სიმად გაიგნოთ რაღაცით გავს მეთ დეიმონი და ჯუდ ლოუ თამაშობენ კიდე გვინეთ პელტროუ და კიდე ერთი არ მახსოვს იმ ხალის სახელებარი არ მახსოვს ხომ სპეციალად არ უნდა იჩხუბეს შეიძლება ითქვას შემოაკვდა და ეგიდეაც ისე მოუვიდა რომ მივიდა იმაში რა ქვია სასტუმროში იქ ვინც არის შესასვლელში არ მახსოვს რა ქვია მაგას ანუ სტუმრებს ვინც ხდება იმას ეგონა ის ბიჭი და იმის გვარით მიმართა და მან მოვიდა აზრად რომ გაასაღოს თავი მეორედ და ახლა იწყებს მაგას ნახოთ რა გამოვა მეც დეიმონი კაი მსახიობია ჯუდ ლოუზე არ ვგიშდები მეც დეიმონია ეს ვინც გამყალბებელი ჯუდ ლოუ იყო ის მფლანგველი შვილი ეს ყველაზე გემრიელია ხალხო აქ რაც მიდევს მათ შორის ამიტომ ამას ვჭამ ძალიან მიყვარს მე მაკარონი აი უზომოდ როგორც ხედავთ და ჩემ მოიტანა დღეს ბაზრიდან წითელი კომბოსტო ადრე პირველად რო შემოვიდა გავსინჯი და არ მომეწონა რაღაცა იმ შალი მომეჩვენა იმის მერე არ მქონია გასინჯვის სურვილი ხოდა რიამ თქვა ამბობენ ეს უფრო სასარგებლოა და ამიტომ იყიდა ნახოთ როგორი იქნება ბოლომდე მინდა და ჩემ არ დაინახა ანუ ეს ყველაფერი უნდა შეჭამო ანუ ბოლომდე მენში არა რა გემრიელად ჭამენ რა გემრიელად ჭამ თქვენ რა ჭამეთ დღეს და მიწერეთ კომენტარებში ძალიან საინტერესოა თან იდეებს მაწვდის იმიტომ შეიძლება მეც მომეწონოს და გავიმეორო მოკლედ ძვირფასებო
ასეთ იყო ჩვენი დღევანდელი მუკბანგებისაც მოგეწონათ დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი თუ აქამდე არ გამოგიწერეთ, მე კი ძალიან მიყვარხართ. ყოცინ გეღავით და დროებით, გემშვიდობებით. Пока!